50 მილიონზე მეტი დაეკისრა Starbucks დასახიჩრებულ დელივერის სასარგებლოდ მაიკ გარსიას. Starbucks-ის წინააღმდეგ ძალიან საინტერესო პრეცედენტი მოხდა ლოს-ანჯელესში, სადაც დელივერმა მიიღო ძალიან მძიმე მესამე ხარისხის დამწვრობა იმის გამო, რომ ცხელი ჩაი მიქონდა, სამი ცხელის ჩაი მიქონდა, რომელიც სათანადოდ არ იყო ჭუჭელი თავდახურული და გადაესხა. მესამე ხარისხის დამწვრობა გენიტალიების და სხვადასხვა ორგანოების სენსიტიურ ადგილზე მიიღო დამწვრობა, დაჭირდა კანის გადანერგვა და მძიმე ოპერაციები, რის შედეგადაც სასამართლოში დაიწყო დავა და საბოლოო ჯამში 2025 წელს მიიღო ეს გადაწყვეტილება სასამართლომ 50 მილიონი და დაახლოებით კიდე 12 მილიონზე არის საუბარი ადვოკატის ხარჯები და სხვა სასამართლო გარეშე ხარჯები. განგრძობად ყველაფერთან, განგრძობად კუნალობასთან ერთად ხარჯები ყველაფერი ეს დაეკისრა კომპანიას Starbucks ამერიკაში 50 მილიონზე საუბარი. აბა საქართველოში როგორ ხდება? აგერ საქართველოში ვიცავდი მე დასახიჩრებულ მუშას დავით ნაკაშიძეს, რომელსაც საერთოდ მარჯვენა ხელი აქვს მოგლეჯილი იმის გამო, რომ 2017 წელს დაიბარეს არასამუშაო დღეს და ასრულებინებენ ისეთ სამუშაო დანადგარს კომპანია მოდუსის ხელმძღვანელობა. ამირან დარჩიძე არის მის დირექტორი, რომ აკეთებინებენ იმის დავალებას, რომლის შესახებაც. ანუ ინსტრუქცია არ აქვს გავლილი, არ იცოდა როგორ გაეკეთებენ, როგორ ემუშაო იმ დანადგართან, შრომისმსახურების ნორმები არ იყო, ეს სამხაროს ექსპერტიზამ დასკვნა, დადო არ იყო შესაბამისად დაცული. ხო და მარჯვენა ხელი დაკარგა, მერე მიაკერეს ეს მცირე რაოდენობით ხარჯები სადღაცა საქართველოში რომელიღაცა რაიონში გაუკეთეს ძალიან დაბალი თანხა დაახარჯეს ამ ადამიანს და შემდეგ ამ ყველაფრისა მოხდა ესეთი რაღაც მე დავიწყე სასამართლოში საქმის წარმოება ღია წესით იმის გამო რომ მოსამართლეს არ აიღო ქრთამი როგორც ხდება ეს საქართველოში ამას არავინ მომატყუებს და არავინ გამომიხდეს ხა კომენტარებში არ ხდება ძალიან კარგად ვიცი შეგიძლია გადაამოწმოთ დიდი ხომში რამდენი კერძო სახლები აქვს მოსამართლეებს თქვენ ჩემზე კარგად იცით ხა მოხდა საოცრება რომ ეს დასახიჩრებული მუშა მე გავაგზავნე საზღვარგარეთ ავიღეთ ინვოისები რომ ამ მუშას ჭირდებოდა დაახლოებით მილიონზე მეტი მკურნალობის ხარჯები, განგრძობადი მკურნალობა ჭირდებოდა ხელის გადანერგვა, ახალი ხელის პროთეზი ძალიან ძვირიღის, უახლესი თანამედროვე. დაახლოებით 4 სხვადასხვა კლინიკიდან ავიღეთ ცნობები და ამ დოკუმენტების საფუძველზე კომპანია მოდუს აი ესეთი შენობები 6 დაუყადა, სადაც ეს მუშა მუშაობდა 50 ლარს გადახდის სანაცვლოდ. შემდეგ ხდება ესეთი რაღაც, ამ 50 ლარის გადახდით რამდენიმე 10 მილიონის ქონობები დაუყადა ამ კომპანია მოდუს. მოკლედ გამწარებული, გაცოფებული არის ეს კომპანია მოდუს ხელმძღვანელობა და ხდება საოცრება, რომ აი ეს ამ კაცის ძმა, აი ეს არის გვერდით ბატონი კონსტანტინე გელაშვილის ძმა, რომელიც დაახლოებულია ქართულ ოცნებასთან, აი აქ ბევრი სურათები აქვს ბიზნესმენებთან გადაღებული და ქვეყნის პირველ პირთან, კალაძესთან და ასე შემდეგ, მათი პოლიტიკური მრჩეველი არის და არ ბრძანდება დისციპლინარულ საბჭოს თავმჯდომარე, მიჩივის დისციპლინარულ საბჭოში ანუ სოფლიოში არ ხდება ესეთი რაღაცა აი ყველანაირი ამაზრზენი რაღაცა საქართველოში ხდება აი სოფლიოში არ ხდება საქართველოში უნდა მოხდეს ხო და ანუ ესენი ერთმანეთს გაურიგდნენ და აი ლაშა ჯანიბეგაშვილმა ჩვენ სუსის აგენტები გვიწოდაო და აი ამის გამო კომპანია მოდუს ხელმძღვანელობა შეეკრა მაგათ აქვს ამის ინფორმაციები არაერთი საჩივრები ამაზე პროკურატურის შეტანილი და თაროზე უდევთ ულპებად რაც სტრასბურგში წავიღეთ და ისინი რა ვიცი კუტარზე დადებული ვენოკებს და იმის გამო როდის რას იზავენ ღმერთმა იცის არ ვიცი ანუ ასეთ შემთხვევაში კიდე გარიგდნენ და 3 წლით ლიცენზიას უჩერებენ ადვოკატს რა ვიცი ნუ იმას არაფერს არ ამბობ ფიზიკურ თავდასხმა ოჯახის საწიგები არაფერს არ ამბობ იმის მერეები მოყვა საქართველოში რა ხდება ამერიკაში 50 მილიონს აკისრებენ, საქართველოში ხმას იღებ უსასყიდროდ იცავ, შედეგად რას იღებ საკუთარ ორგანიზაცია გიჩივი, საკუთარ დისციპლინარულ საბჭოში, გასამართლებენ, სამხაროს ექსპერტიზას დებრო, ყველაფერი რაზეც გედავებიან რაღაცა იუმორისტული გვერდზე დადებული რაღაცა ვიდეო ამოიღეს, ტიპები რომ ვერაფერი ვერ ნახეს, კლიენტი ვერ ნახეს, ჩემზე მომჩივარ და აი ესო შენ რაღაცა ვიდეო ჩაწერეო, რაღაცა საშინელებებს საუბრობო და დავდე სამხაროს ექსპერტიზით რომ ეს არა ნამდვილი, ეს არის ყალბი მონტაჟი შეიძლება იყოს. ამის გამო რა თქმა უნდა არავინ არ დაიჭირა და აი აგერ ამ კრიმინალების ძმამ და მე პროფესიიდან გამიყვანა ამ საქმეში რასაკვირველია დავით ასათიანიც იყო ჩართული ეს მელოტი რო არის ეს რავი ამას ადვოკატი აღარ ვეძახი ამას ვინ არის
ამისი მეგობრებიც იყვნენ ჩართული, გინდა მაგის მეგობრმა მიჩილა, მაგის მეგობრმა განიხილა. არ ვიცი, ხა დღეს ხვალ შეიძლება ეგ კაცი შეიძლება დაიჭირონ კიდეც და მართლა როგორც ადამიანი მეწოდება კიდეც აღარ ვახსენებ მაგის სახელთა გვარს. მოკლედ ესეთი შემთხვევები მინდა მოყვე საქართველოში რა ხდება, ამერიკაში რა ხდება ხალხო. და თქვენთან გავლეთ პარალელი რა საქართველოში ფესვები გამოდის რუსეთიდან საზრდოობს ეს ხელისუფლება, ამერიკა პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი ქვეყანა არის და რა ხდება, რა დონეზეა ლაპარაკი. საქართველოს უბრალოდ ქაღალდზე საუბრობენ, აი ესეთ შემთხვევაში, რომ კომპანიას უნდა დაეკისროს პასუხი, განგრძობადი მკურნალობის ხარჯები ყველა ვარიანტში ვალდებულია კომპანიას გადაეხადო, მაგრამ მოსამართლე რა გააკეთა, ახლა აღარ მოყვები. რა გააკეთა საქართველოში, ამას ვერ ყვები. როგორც ამენ ხალხს, ვინც უფასოდ უიცავს დასახშებულ ადამიანებს და ღიად უპირისპირდება ამ ხელა მონსტრებს, აი არაფერს არ ვიტყვი და ეს არ ამზადები კიდე როგორ უკერავენ ადვოკატებს საქმეებს თქვენ თხოვდებით. გააკეთეთ დანარჩენს თქვენ კომენტარი და რა ვიცი როგორ ქვეყანაშიც გინდა რაშიც გინდა იცხოვრეთ და რა ვიცი მე მასეთ ქვეყანას არ ვცნობ მე მასეთ ქვეყანას სახელმწიფოს არ ვეძახი რა